ვარ დივანზე, გაცხარებით პაპიროს გაჩა. ისო კვამს მივსდევს საკუთარი თავის გმობაში. გავიქცეოდი, მაგრამ არსაც საშველი არ ჩანს ჩვენ. მონები ვართ ასე შემდგარ კაცთა წყობაში. თხო მომისმინე, მე ვარ ის ლექსთა ავტორი, რომელთა დარდიც აღარ ვიცი სადავათიო. სანამ გავქრები მახსენდება დედის ამბორი და მერე მისცრემს საკუთარ თავს ვეღარ პატიობ. თხო მომისმინე, ეს სხეული ვერ მეგუება. უსმენ ექიმის გამონაწერ ტყელ ციტადებს. ვერ გავაგონე ამ ჯალათებს, წამლით ბრუება ვერ გადაარჩენს ჩამონაშალ ძვალთა ციტადელს. თხო მომისმინე, ანუ მოისმენ, სულ არ გავარ პოეტ გენიებს. ჩაძინებამდე მივიწყებულ გოგოს მივსდირი. მერე ბალიში თვალზე ცრემლებს ვერ იგერიებს. მერე ვქვითინებ თითქოს ვიყო სიკვდილ მისჯილი. შენ მოისმენ, არ მოსწონთ ქალებს დებრესიები. მეგისაც გამიცდება ცოლის მოყვანა. მოდი შევიქმნათ ჩვენი თავის სხვა ვერსიები. ასე მაგ შენ გულშენ შეყვარებულს უხმოდ მოუპარავ. კარგი ვიხუმრე, მაგრამ მაინც ნელად მეთმობი. ვიცი დიდი ხნით ერთად ყოფნა არ გვიწერია. ხვალ დამირეკე, გვირდები რომ ხვალ გავერთობით. ცოტა სასმელი დაქალები და პიცერია. შენც მოისმენ, არ მოსწონთ კაცებს დებრესიები. მე კი ნამდვილი მეგობრების მაწევს სიმცირე. მოდი შევიქმნათ ჩვენი თავის სხვა ვერსიები, მასე ჩაპლინის ხუმრობებზე ერთად ვიცინებთ. თანხვალე კაი ამბოვია წესით რა, სასმელი გოგუები პიცერია და რამე. შენ მომისმინე, ოღონდ გთხოვ რომ მომისმენ ახლა. ახლა საუბრით სასიკეთოს ვერაფერს ვიზავ. როგორ აგიხსნა, ეს სხეული ცოცხალი გახლავს და მე მკვდარი ვარ, გეფიცები, ყველაფერს ფიცავ.